Დროს თქვენს ურთიერთობაზე ეს თემა განვიხილოთ, მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. მაშ ასე, სხვათა შორის პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან განსხვავებული ლოგიკით უყურებთ ურთიერთობას, ძალიან განსხვავებულით. თქვენ ხართ ის კონკრეტული ადამიანი მის ცხოვრებაში, რომელმაც სრული ქაოსი გამოიწვია მასში. გარდამტეხ მომენტშია. გულს ენდოს თუ გონებას, არა იმის გამო, რომ მერყევია, არა. ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებისგან, მაგრამ არ იცის რა უნდა თქვენგან. რა მიმართულებით იაროს, რამდენად მსუბუქი იქნება ეს გზა მისთვის. მისი შეხედულებებით თქვენ სერიოზული ურთიერთობა გინდათ, სტატუსი გინდათ, ის კი ამას ბორკილებად აღიქვავს. ამიტომაც დისტანცირებას ცდილობს. ყველაფერი შესაძლოა გითხრათ, მაგრამ არა მომავალზე საუბრით. თუკი მას აქვს გამოცდილება, თავს შეიკავებს თქვენთან ერთად განიხილოს მომავლის გეგმები პირად ცხოვრებაზე განსაკუთრებით. გეტყვით, რომ საოცრება ხართ, რა კარგი ხართ, როგორ მოსწონს თქვენში ყველაფერი და ასე შემდეგ, მაგრამ თავს იკავებს სერიოზული მიმართულებით საუბრისკენ. თქვენ კი პირიქით ზუსტად ის გინდათ მისგან, რასაც მას ასე ეშინია და ამუხრუჭებს. აი მაგალითად რაღაც ორაზროვნად თუნდაც უთხრათ, რა ლამაზი ბავშვი გეყოლება ჩვენ ორს. 900 იქით გაიქცევა, ისე აურთქლდება. მას თქვენთან კომფორტულად უნდა ნახეთ, მას უნდა სტატუსის გარეშე, ვალდებულებების გარეშე, ის თქვენგან ძალიან ბევრს იღებს, სიტყვებს, ემოციებს, გრძნობას, ზოგი შემთხვევაში ფინანსურ დახმარებასაც კი. მთელი არსებით მასშიდებთ მთელ თქვენს სულს და გულს, ეს კი მას თქვენზე დამოკიდებულს ხდის, მაგრამ შეუძლია უარის თქმაც. თუ კი შეახსენებთ, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეგიძლიათ. აი ნახეთ ახლა გრძნობებშიც კი თავის თავზე მეტყველებს, თავდაჯერებას გრძნობს, საკუთარი თავით კმაყოფილებას თქვენთან მიმართებაში, ჩემია, ვუყვარვარ, საუკუნეც დამელოდება და არ ცდილობს დიდად ყურადღების გამოჩენას. მისი ქვეცნობიერიც კი დატვირთულია იმით, რომ რა სიტყოს საკუთარი თავისგან რეალურად ნახეთ, დაიფასე საკუთარი თავი, განვითარდი, ივარჯიშე, იყავი დამოუკიდებელი შენ ჩემო თაო. და სადღა მექნება მერე საფიქრალი დრო. მას აქვს გრძნობები თქვენს მიმართ, მიჩვევა, ემოციები, დამოკიდებულება, ვნება, მიზიდულობა. უბრალოდ შეუძლია თქვენზე მეტად აკონტროლოს ეს ყველაფერი და არც კი დაგანახოთ. რითაც გამარჯვებულია, უპირატესობას ფლობს ეს ადამიანი რეალურად და იცის, რომ უპირატესობას ფლობს და ამ შემთხვევაში კარგადაც აკონტროლებს მთელ სიტუაციას, გადასარევად. ლომის ძალა, მეტი რაღა უნდა ვთქვათ. ჯობია რომ მიუბაძოთ ალბათ ყველამ. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53. ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.